ახლობით. მოგესალმებით ბათუმელების ლაივში. ვიწყებ ვიმყოფებით ფოთში, სადაც ვართ კაფე ლიმენაში და ეხლა მინდა მოგიყვეთ რა მოხდა აქ 2 დღის წინ. ჩემთან ერთად არის ელშ ჯანაშია, ჟურნალისტი, რომელიც მუშაობს ფოთში და რომელიც არის დამფუძნებელი აი ამ კაფესი, სადაც ეს შემთხვევა მოხდა. ელისო, რა მოხდა? მოდი მოგვიყევი რა მოხდა 2 დღის წინ თქვენს კაფეში. გავიჯო მოგესალმებით ეს მოყურებას დაინტერესდით ამ თემით. ცოტა ძიმეა ჩემს ახლა გახსენება, მაგრამ შევეცდებით აღვადგინო ეს 2 დღის წინანდელი ინციდენტი, რაც ჩვენთან მოხდა. მოკლედ ჯერ დავიწყებ იქიდან, რომ ჩვენი სივრცე რამდენიმე თვე ამ მაისიდან მოქმედებს CSRDG-ის პროექტის ევროკავშირის ერთ-ერთი პროექტის მხარდაჭერით და არის ახალგაზრდული სივრცე, რეფორმების ცენტრი, აქ იკრიბებიან ახალგაზრდები, უყურებენ ფილმებს, ხდებით სტუმრებს, იმართება დისკუსიები და ეხლა ბოლო პერიოდში ეს არის ერთადერთი თავისუფლების კუნძული, ასე დავარქვით, სადაც თავისუფალი ადამიანები იკრიბებიან, რომლებიც გამოთქვამენ პროტესტს არსებული სისტემის და რეჟიმის წინააღმდეგ და უერთდებიან იმ აქციებს, რომლებიც ახლა მიმდინარეობს თბილისში. და რაღაცაირად ცოტა ამოგვიჩენეს, ცოტა კი არა, საკმაოდ ეს სივრცეც და პირადად მეც. ეს ყველაფერი დაიწყო იმით, რომ რამდენიმე დღის წინ შეგვიძლია თავად გამოცხადო, რომ ძაღლები შემოფარებული ყავს 4 ძაღლი, მომიწავლეს და ამას იმით ვასაბუთებ, რომ ესეთი კლინიკური ნიშნები ჰქონდათ და ეს ურმა დამოუკიდებელმა ვეტერინარმაც აღნიშნა, რომ ესეთი ძლიერ მოქმედი შხამითი ყველა წამოვიდა, რომ ერთ-ერთის გადაჩენა ვერ მოხერხდა და 3 ძალიან დიდი მკურნალობის შედეგად, შევძლებთ თუ გადაგვარჩინა. ანუ პირველი ინციდენტი უკავშირდება ძაღლების მოწავლას. და როგორც ვეტერინარმა გითხრა, ეს ძალიან მოქმედი შხამია, რომ ნეიროინტოქსიკაცია გამოიწვია ეგრევე და ისეთი კლინიკური ნიშნები ჰქონდა, რომ ეს არ გავდა კვებით ინტოქსიკაციას აშკარად. ეხლა იქ ტოქსიკოლოგიური ანალიზი ფოთში არ კეთდება, მე სამხაროვის ბიუროში წამეყო გვამიდან გაკვეთაზე თბილისში და უბრალოდ საკუთარ თავი დავზოგე, ანუ აღარ შემეძლო, იმიტომ რომ ძალიან დამანგრია ყველაფერმა. და თან სხვა ძაღლებიც ყავდა მისახედის პერიოდი იყო და ყველაფერს ერთდროულად ვერ შევძლებდი, მაგრამ ამის შემდეგ რა მოხდა? ამის შემდეგ არ წყვეტდი, ეს იყო ჩემი აზრით, ეს იყო პირველი გაფრთხილება. ამის შემდეგ ისევ გამოვდიოდით, ისევ ყოველ საღამოს თითქმის ვაწყობთ აქციას, კი მცირე რიცხოვანს, მაგრამ ანუ პროევროპული აქციები იმართება ფოთში და თქვენ ხართ ერთ-ერთი ორგანიზატორი ამ აქციების. ხო, კი, რაღაცნაირად აღმოჩნდა, რომ ვარ ორგანიზატორი შფოთის ორგანიზაციის არის. ფოთელების საკუთარი უფლებებისთვის გვაქვს ესეთი პლატფორმა, სადაც ლაივებსაც გადავცემთ და წინადღით 22-ში ანუ ინციდენტამდე, ახლა ჩემს ცემამდე, აი პირდაპირ შეგვიძლია ესე ავარქვა. მიგზავნეს ეს ხალი ცემა პირდაპირ ისური. დავაპროტესტეთ, პლაკატებით მივედით, განაცხადის ანთების ცერემონიაზე და კონცერტზე. რომელი რიცხვი იყო? 22-ში. 22 დეკემბერს მოხდა. და მათ მოუწიათ აი ამ პლაკატების ფონზე, პროტესტის ფონზე
მუზეუმ ასე ვთქვათ, რომელიც რაც იქვე გამოხატეს მათ რაღაც უკმაყოფილება, იქვე იყო, იქვეც მოგვიწია ჩვენ პატრონის გამოძახება. მიუხედავად იმისა, რომ 30-მდე პოლიციელი იდგა და თითქოს ჩვენგან იცავდნენ ნაზრის ხელს, როდესაც არანაირად არ შევეხებოდით, მაგრამ ნახეს ეს ყველაფერი. როცა ჩვენს ერთ-ერთ აქციის მონაწილეზე როგორ იცავდა ფიზიკურად ხელი კრა. ზიად იდგებოძერს ესეც საყრელოს თანამშრომელია. ასევე სიტყვა შევეწყობა იყო, ჩემი მისამართი ლაივში ჩანს და შემდეგ გაგრძელდა კიდევ ეს სიტყვა შევეწყობა, მათ ვერ აიტანეს, როცა მე პირადად და კიდე ამდენი აქციის მონაწილე მათ მეძახეთ რუსეთის მონა, იმიტომ რომ რუსული კანონის ერთ-ერთი მხარდამჭერი ხელის ამწერი არის ჩვენ დეპუტატი, რომელიც იყო იქ. რა ქვია, როგორია თქვენ? გიორგი ხახუბია, რომელმაც მხარი დაუჭირა რუსულ კანონს 2024 წლის აპრილში. და ჩვენ ეს შევახსენეთ და ახლა შენ საერთოდ არ არიან გაჩვეული, არანაირ არც კრიტიკაც, არც შენიშვნას, არც გონია თუ რაიმეს აშავებენ, რაღაც აი დედას კი, კაპიტანალისო აქო რა ფუმფულა და თეთრი ხარ და რა ჭკვიანი ხარ და რა ალმაზი ხარ და ვერ იტანენ ვერანაირ კრიტიკას. ძალიან ერთი პოლიტიკურად არის უწიფარები, მე დაბოღბილები, მე აი კრიტიკა ისთვისაა, რომ ის რაღაც შეიძლება გამოასწორო, ხო ეს არა რომ სანამ გავაგრძელებთ, მინდა ჩვენს მაყურებელს ვუთხრა ასევე სად ვართ ახლა და რა ხდება. ვიმყოფებით კაფე ლიმენაში, ეს არის ქალბატონი ელისო ჯანაშია, რომელსაც 2 დღის წინ თავს დაესხნენ ამ კაფეში. აქ არიან შეკრებილი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც ფოთში ჩამოვიდნენ ელისო ჯანაშიასადმი სოლიდარობის ნიშნად და მე მათთანაც მოვახერხებ გასაუბრებას და მათ კომენტარებსაც მოგასმენინებთ. მანამდე უბრალოდ ქალბატონ ელისოს მოვაყოლოთ ზუსტად რა მოხდა 23 დეკემბერს, ხო? 23 დეკემბრის საღამოს რა მოხდა, როგორ მოხდა, აი ეგეც რომ მითხრათ. ხო, მე 22 დეკემბერი თუ რა ვიხსენე, რომ ამას მოყვა და ვფიქრობთ, რომ ესენი რაღაც ფორმით ამაზე გვიპასუხებდნენ და ზუსტად მეორე საღამო იყო, ახალგაზრდები იყვნენ შეკრებილები და ნუ მოვიდა, მე გავედი ხმაურზე, იმიტომ ეს ხალი მოვიდა პირდაპირ ლანძღით. ახალგაზრდებს ესე იგი ეძახოდა რაღაც საშინელებებს, რომ აქ გეი პროპაგანდა არის, ვიღაც გეები ეძახა, თქვენ რატო წვერი, რატო გავთ, რას გავხართ, ევროპა რატო გინდათ, როცა რუსეთი გვაჭრებს გვასმებს და აი თქვენს პატრონს და უპატრონოები, არის მოკლედ ამ ქალს იცნობდით მანამდე, რამეს და კიდე გარყვილების ბუდეა თითქოს. ანუ ის წინასწარი, ანუ გამლელი ხო ამას ახლა 100 წელებ არ იცის ხო სჯერდი და უკითხავს ჯერ აქ რა არის და კაფეა უთმ ხო? მაგრამ მან იცოდა ძალიან კარგად აქ გამოგზავნილი იყო, იმიტომ რომ ეს არის ოცნების ტიტუშკა ქალი. ანუ ძალიან წყილხულმა ის იყო გუზე ხდებოდა. ეგ არის ტიტუშკა, ეგ არის ყველა ისები დავალებას, ასეთ პროპაგანდის მსხვერპლი თუ რა ვიცი, ნებაყოფლობის პროპაგანდის ქვეშ მოქცეულები, მე განსხვავებული პოზიციის ადამიანებს ახორციელებენ. მუქარა შანტაჟს, რა ფიზიკურ ზეწოლას. აი რა სახის ზეწოლა იყო და რა სახის რო დაგვახურინებდა აქაურობას მუქარა. მე ვიხარმეთ, ანუ მივხვდი უკვე, რომ ეს პროვოკაციას ახდენდა პროვოკატორი იყო მოგზავნილი, პირდაპირ აი გამზა ტექსტები და იქ მე ჩანს კიდეც, როცა ჩავთე კამერა ამან მისი აგრესია კიდევ უფრო გაათმაგა და არ უნდოდა რომ დაფიქსირებულ, ანუ მიჩვენებინა მისი სახე რა. ეს ზოგადად მოძალადებს ახასიათოთ, რომ იძალადებს გწევს, გაფუთხებს, რა ვიცი, თვით გათხოვს, ოღონდ ეს არ უნდა ნახოს არა. ასე გეგმოდა, მაგრამ სამწყუროდ ჩაეშალა ეს, იმიტომ რომ მე ჩავთე კამერა, მიუხედავად იმისა, რომ ამდენჯერმე დამარტყა და ხელზე გამაგდები ეს კამერა, მე ვიღებდი და ვთავდი და ვეუბნებოდი ვინაობას, ვინ გამოვაგზავნა და მივყვებოდი. მე ერთ მომენტში შევეცადე შემომეტრიალებინა, გაჩერდი მეთქი რა, რატომ მითხარ, იმიტომ რომ პოლიცია უკვე გამოძახებული იყო და ამ დროს უკვე ის წამოვიდა თავში, ანუ ეს
სკალპი ამად რომ მოვიდა რა ცალი მხარე და მე ესე იცილებდა ხურჯათმებს და თან ყველაზე აღმაშენებელი ის იყო ამის მერე ხას ვომ რატომ ცემ რატო ხელ რატო დაამარტყი და ამის მერე იდგა და იცინოდა ანუ მე ანიჭა ძალიან დიდი სიამოვნებაა აი მე ვფიქრობ და ეს ქალი საზოგადოების საშიში მოვლენა და საერთოდ არ ვიცი როგორ შეიძლება ასეთი ადამიანის გვერდით ვიცხოვროს ელისო, დღეს აქ ლიმენაში ჩამოვიდნენ სხვადასხვა სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენლები თქვენი სოლიდარობის ნიშნად. მოდი ახლა მე გადავალ მათთან, მათთაც გავესაუბრები და შემდეგ აუცილებლად დაგიბრუნდებით, იმიტომ რომ მაინტერესებს რას ნიშნავს თქვენთვის ეს სოლიდარობა. თუმცა მოდი ჯერ მათი ჩამოსვლის მათი мотиваცია გავიგოთ. როგორც უკვე გითხარით, ვიმყოფებით კაფე ლიმენაში, სადაც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან არიან სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენლები ჩამოსულები. მათ სოლიდარობა გამოუცხადეს ელისო ჯანაშიას და ჩამოვიდნენ ფოთში იმისათვის, რომ თავიანთი მხარდაჭერა აღმოეჩინათ და ეს სოლიდარობა ეგრძნო ადამიანს, რომელიც ფოთში ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს. მე გადავალ პირველ რიგში ძალიან ცნობილი კაფეს, ცოდნის კაფეს დამფუძნებელთან. ეს კაფე არის წნორში, კახეთში. გამარჯობა, ქალბატონო ნანა. დავიწყოთ თქვენ ჩამოსვლის მიზნით რატომ იყო არის მნიშვნელოვანი უბრალოდ რატომ გადაწყვეტეთ ჩამოსულიყავით დღეს ფოთში მე ერისოზე თავდასხმა აღვქვი როგორც ჩემზე ან სხვა რეგიონში მყოფ აქტივისტებზე თავდასხმა და ესეც არის პრინციპში ჩვენი მტრის ბანაკში ეს თავდასხმა ესეც დაიგეგმა ხო რომ ამით სიგნალი მოგცენ სხვებს რომ აი შენც თუ არ გაჩუმდები შენც იგივე დღე გეწევა ამიტომ გარდაუვალია ხო ადამიანს არ აღმოუჩინა სოლიდარობა როცა ის იბრძვის შენი ქვეყნის ანუ ჩემი ქვეყნის თავისუფლებისთვის განსაკუთრებით როცა ვიცი რომ ეს ადამიანი წინა რეჟიმის და ამ რეჟიმის პირობებშიც იბრძვის ფოთელების უფლებებისთვის, ჩემი უფლებებისთვის, ჩემი შვილის და ჩემი ქვეყნის ჩემ ქვეყანაში მდგომარეობის ხო გაუმჯობესებისთვის ან დემოკრატიის ესეთი ძალიან სიღრმისეული გაგებით. ხო, ამიტომ სოლიდარობის გამოსახატად ჩამოვედი მე წნორიდან, ზოგი მოკლედ საქართველოს სხვა კუთხიდან, იმიტომ რომ ხო, ჩვენ ერთად ვართ ამ ბრძოლაში და აბსოლუტურად ის რომ დღეს და გუშინ ჩვენ ფიზიკურად არ გაგვისტორდნენ, არ ნიშნავს რომ ეს არ მივიღეთ როგორც პირად თავდასხმად, აქ ვართ დღეს ჩვენმა ერთმანეთყოფნამ აჩვენა რომ საკმაოდ დიდი და ურყევი ძალა ვართ მგონია რომ მათი თავდასხმა აი ახლა სინამდვილეში ლიმენას მხოლოდ გაძლიერებს და უფრო კუშტი და უტეხი იქნება უფრო ძლიერიც ვიდრე აქამდე იმიტომ რომ აქამდე ამდენი სამოქალაქო აქტორი ამდენი მოქალაქე და ამდენი კარგი ასე ვთქვათ ქართველი ლიმენას გარშემო არ გაერთიანებულა ხო ამიტომ მტრებს რა ტაქტიკაც უნდათ პრინციპში არ გამოვიდეთ და პირიქით ხო აწი დაველოდოთ პრინციპში რამდენიც იზავს ლიმენა, მაგრამ ამისთვის ხო ვინც გვიყურებს და ვინც ახლა გვისმენს, მნიშვნელოვანია რომ თავისი ადგილით დაინახონ და მაგალითად ლიმენაში ხშირად მოვიდნენ და ხშირად შეუყვეთან ესეც კაფეში სხვადასხვა კერძები, იმიტომ რომ იცოდნენ და იციან რომ ეს მოგება სრულად მოხმარდება, რომ ეს თავისუფლების და ესეთი დემოკრატიის შუქრა აქ არსებობდნენ. წვეულებები აქ დაგეგმონ ხო, რაღაც ესეთი პირადი და რაღაცა საზოგადო და უბრალოდ ეს ორბელიანი მეტზეც ხედან და ლიმენას გვერდზეც და თავისი კონტრიბუცია გააკეთონ და თავისი წილი აგურიც დადონ მოკლედ საქართველოში ამ თავისუფალი კერის განვითარებაში. ხომ ჩვენ ამისთვის ვართ აქ. პროევროპულმა აქციებმა გააჩინა ერთობის განცდა. თქვენი აქ ჩამოსვლაც არის რაღაცა ამ ერთობის ერთგვარი სიმბოლო, იმიტომ რომ ნუ სხვა პერიოდებიც ყოფილა სირთულეები, თუმცა მე პირადად მართლა არ მახსოვს მსგავსად გაერთიანებულიყო სამოქალაქო სექტორი და ასე
ანუ ძირითადი დისლოკაციის ადგილი არის ხოლმე საქართველოს პარლამენტი პროტესტის ან სოლიდარობის გამოსახატად და იშვიათად ჩადიან ესე რეგიონებში. ამიტომ ამ ერთობაზე მინდა გკითხოთ, აი ეს ერთობა რამდენად მნიშვნელოვანია არა მარტო ესეთი თავდასხმების დროს, არამედ იმ დიდ საპროტესტო მუხტში, რომელი მუხტიც ახლა არის ქვეყანაში. და ყოველდღიურად იმართება საქართველოს ქალაქებში საპროტესტო აქციები. ეს ერთობა ღირებულია იმითაც, რომ ეს თვითორგანიზებული ერთობა არის. ანუ ეს შეხვედრაც პრინციპში აქ შეხვედრაზე მყოფი ადამიანებიც რამე ერთ ორგანიზაციას, ან ერთნაირი ტიპის ორგანიზაციებს, ერთნაირი ფასეულობების ადამიანებსაც კი შეიძლება არ წარმოვადგენდეთ, მაგრამ გავერთიანდით ჩვენი პირადი ბრძოლა, ხო, ჩვენი ქვეყნისთვის. ხო, ჩვენი პირადი ბრძოლა, როცა რუსთაველზე გავდივართ და განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვინც რეგიონებში მუშაობთ, ჩვენი პირადი ბრძოლა, რომ იმ რეგიონში ვიყოთ, სადაც ეპიცენტრი ახლა თავდასხმის, ხო? ამიტომ ვართ აქ. და ეს ერთობა პრინციპში ის, რაც მტრის წინააღმდეგ რაღაც პატარ-პატარა გამარჯვებებს საბოლოო ჯამში მოგვაპოვებინებს ხოლმე და ამის მაგალითსაც ვხედავთ, ხო, ვერც დაგვაშინეს, ვერც დაგვშალეს და პირიქით უფრო რეზისტენტურები გავხდით. ეს ქვეყნის მასშტაბით, მაგრამ ლიმენას მაგალითად ზუსტად ესე იქნება, ხო? რაკია ამოირჩიეს სამიზნედ, ხო, აქ ესეთი პრინციპში მეორე მხარეს საზოგადოების მეორე ნაწილი, ხო, რომელსაც უნდა პროგრესი, ევროპა, რომელსაც უნდა ხო თავისუფლება და ადამიანის უფლებები, ეს ჯგუფი გავერთიანდებით იმ კერების მხარდასაჭერად, რომელიც არის სამიზნედ, ხო? ამიტომ ეს არის, ხო, ვიღაცებს შეიძლება ძალიან შეცდომით გონიათ, რომ თუ სამიზნედ ამოირჩევენ, აუცილებლად ჩამოშლენ პირიქით, პრინციპში შეიძლება და ამ შემთხვევაში გააძლიერონ კიდევაც. ამიტომ ხო ძალიან წუხართ და ურთულესია იცოდე რომ ადამიანს დაესხნენ თავს, იცოდე რომ ადამიანს შინაური ცხოველები მოუწამლონ, იცოდე რომ ადამიანი მუდმივად გამეტებული ყავდეთ სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმისთვის, ხო, უბრალოდ აქეთ მხარეს რაც ჩვენ შეგვიძლია ძალიან ცივილური ფორმით, ჰუმანური ფორმით დაუჭერთ მხარს და გავაძლიერებთ ყველას, ვინც რეჟიმის სამიზნე იქნება. ამიტომ მთავარი სამიზნე სამწუხაროდ ახლა ელისოა, მაგრამ ელისომ უნდა იცოდეს და ყველა ვინც რეჟიმის სამიზნე იქნება, რომ უნდა ვიაროთ თავაწეულებმა, იმიტომ რომ ეს უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ ვდგავართ საქართველოს თავისუფლების სადარაჯოზე, დამოუკიდებლობის სადარაჯოზე და ის ქალი, ხო, თავდამსხმელი სამწუხაროდ ხო რაღაც ესეთი ფაქტობრივად ტიტუშკა ხო არის რეჟიმის სახე. დიდი მადლობა. ეს იყო ნანა ბაგალიშვილი და ხორმეშლება ბარი არა. აქვე არის ესმა გუმბერიძე, რომელთანაც გადავალ ესმა გამარჯობა. დღეს ლიმენაში შევხვდით და თქვენთანაც პირველი კითხვა მექნება ეს თუ რამ ჩამოგიყვანათ აქ რა არის თქვენი კი ბატონო, მე მოგესალმებით, მე ზოგადად შიშომპირთა უფლებებზე ვმუშაობ. თუმცა მეც მათ შორის გამختار ვარ სისტემური დევნის სამიზნე, ანუ დევნა ერთი თავდასხმისგან განსხვავდება იმით, რომ არის მრავალჯერადი და შეიძლება გამოიხატებოდეს სხვადასხვა ფორმით, ანუ ერთ დღეს რაღაც კომენტარებს დაგიწერენ, მერე შეიძლება დაგირეკონ, მერე შეიძლება სადღაც დაგვხვდნენ. და სწორედ სამწუხაროდ ეს სიტუაცია აქვს ელისოს დღეს და ეს სხვათა შორის ძალონების გასაგონად მინდა ვთქვა, რომლებიც სამწუხაროდ დღეს მშვიდობიან მომიტინგეებს დასდევენ ძალიან ხშირად, რომ სწორედაც რომ დევნა, მათ შორის ადამიანის საზოგადოებრივი საქმიანობის გამო არის სისხლის სამართლის დანაშაული. შესაბამისად აქ არის ადგილი და უკვე შექმნილია საფუძველი იმისთვის, რომ ელისოს წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმები, ხო, ეს იქნება მუქარა, იქნება ეს ბოლო თავდასხმა, მათ შორის ეს ძაღლების მოწამვლა, რაც არ ვიცი, რაღაცა ბანდიტიზმის გამოვლინება, ერთგვარი რაღაცა მაფიოზური თავდასხმის თუ გაფრთხილების თუ მუქარის, რომ ეს ყველაფერი ერთობლიობაში გვაძლევს სწორედ აი ამ შემადგენლობას, დანაშაულისას და კეთილი ინებოდა გამოიძიონ ეს საქმე და მისცენ ამას მსვლელობა, არა რაღაც სახუმარო რეჟიმში, არამედ ეს არის მართლაც სისხლის სამართლის დანაშაული. ეს მინდოდა მე თქვა პირველ რიგში და ამის გარდა ამ თავდასხმების ესე ვთქვათ მიზანი არის ხოლმე რომ აჩვენონ გარიყონ ადამიანი, აგრძნობინონ თავი გარიყულად
მაგრამ რეალურად რაც მოხდა, ხო, ანუ ამან უფრო მეტი მობილიზება გამოიწვია და გაერთიანება ელისოს გარშემო და ერთი ის მინდა ვთქვა, რომ ისტორიას ყოველთვის რჩებიან პროგრესის მომტანი ადამიანები და ესენი არ არიან აი ეს რაღაცა ტიტუშკების მასა, ამათ სახელები როგორც წესი არავინ არ იცის. და ეხლა ჩვენ კი გონია დღეს რომ ისტორია რაღაცა შედგება რაღაც ძალიან ესეთი დიდი მოვლენებისგან, იმიტომ რომ ეს არის ბოლოს რაც რჩება, რაც ილექება და აი ესეთი ხალხი უსახო, ისინი არსად არაფერში არ დარჩებიან, მარტო სამწუხაროდ შეჭამენ, დალევენ თავისას და ამით დამთავრდება და ის რომ ანუ პროგრესიულად ხელი შეუშალეს. კარგი, დიდი მადლობა. აქ ვხედავ ნათია აფხაზავას, რომელსაც ვკითხავ თავწელეთია. გამარჯობათ. როექში მინდა გკითხოთ, როგორც იურისტს სისტემური როგორ ხედავთ ამას სახელმწიფოს გარეშე ან ადგილობრივი ხელისუფლების ჩარევის გარეშე, როგორ ფიქრობთ, მოხდებოდა თუ არა თავდასხმა ელისოზე, იმიტომ რომ ყველა ელისომაც თქვა, რომ სისტემა როგორ მუშაობს, აი მაგას მიანიშნებს ეს ჯერძაღლების მოწამვლა შემდეგ აქ ასაკოვანი ქალბატონის მოსვლა. კი, ნამდვილად ამას მეტყოლებს ეს აქტები, იმიტომ რომ ფაქტიურად დღესდღეობით და მოძალადეები ღირსების ორდერებით ჯილდოვდებიან და წახალისებულები არიან უშუალოდ სახელმწიფოს მხრიდან და სწორედ პატარ-პატარა ქალაქებში და სოფლებში და იგივე თბილისშიც ესეთი ძალადობა არის წახალისებული და სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერილი და სწორედ ამიტომ დღეს იქნება სწორედ სამოქალაქო საზოგადოების ისტორიაც და სამოქალაქო საზოგადოებაც ეხლა ყალიბდება საბოლოოდ ჩვენს ქვეყანაში, რომ ესეთ აქტებს უნდა მიეცეს შესაბამისი შეფასება და საზოგადოება სწორედ ამას ითხოვს და დღეს თუ ამოთახშიც რომ თამოყრილი ვართ სხვადასხვა ქალაქებიდან, სხვადასხვა სოფლებიდან, ამის მაგალითი არის, რომ საზოგადოება მას აღარ დაუშვებს, რომ ესეთ სახელმწიფოში ვიცხოვროთ, სადაც დანაშაული და ძალადობა არის წახალისებული და დღეს ჩვენი ჩამოსვლით და ასევე უნდა იცოდეს სისტემამ, რომ მოქალაქეები თითოეულ ესეთ ადამიანს დაუდგებიან გვერდში და როდესაც ეს კადრები გაზიარდა, თუ იდეისოს თუ სხვა ძალადობრივი კადრები, ერთი მხრივ სოციალურ ქსელშიც იყოს საკმაოდ მაღალი გამოხმაურება უშუალოდ ფოთელების მხრიდანაც და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივ მოსახლეობამ იგრძნოს, რომ ესეთი მხარდაჭერა ექნება ყველა საზოგადოების მხრიდან და სისტემასაც შევცვლით თუ ჩვენ ერთად დავდგებით. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ერთად ვიდგეთ და ამას გავაგრძელებთ და მივიყვანთ ბოლომდე ამ ბრძოლას. დიდი მადლობა, ეს იყო ნათია აფხაზავა, თქვენ გამარჯობა, თქვენც გკითხავთ, თქვენი ჩამოსვლის მიზანი გასაგებია ისედაც პრინციპში, მაგრამ ამიტომ გკითხავთ სოლიდარობის მნიშვნელობაზე და იმის მნიშვნელობაზე, რომ თითოეულმა ადამიანმა სხვადასხვა ქალაქში თუ სოფელში და ბევრი პატარა სათემო ორგანიზაცია, რომელიც მარტო დამოუკიდებლად იბრძვის საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში, იგრძნონ ის, რომ ამ ბრძოლაში ისინი მარტო არ არიან. აი რა გზავნილია თქვენი აქ ჩამოსვლა დღეს? მივესალმებით თქვენ მაყურებელს. მე ბედნიერი ვარ, რომ აღმოჩნდი დღეს იმ ავტობუსში, რომელიც აქ წამოვიდა, რომელსაც უნდა ეთქვა, რომ ელისო შენ მარტო არ ხარ. და ელისო შენ მარტო არ ხარ ეხება ყველა ადამიანს, ვისაც შეუძლია რომ იყოს თამამი, რომ თქვა სიმართლე. იმის მიუხედავად, რომ მისივე ქალაქის თუ სოფლის თანამოქალაქე შეიძლება მოვიდეს და ფიზიკურად გავსწორდეს. და ჩვენ ახლა უნდა დავსვათ შეკითხვა, რომ რა არის ეს, როდესაც ჯერ ტელევიზორში ვხედავთ, როცა ლაივში ესხმიან ქალ ჟურნალისტს თავზე, შემდეგ ვხედავთ, რომ პატარა ქალაქში, რომელშიც თითქმის ყველა ერთმანეთს იცნობს, ასევე ქალ ჟურნალისტს და ქალ აქტივისტს ესხმიან თავზე. არის ეს რაღაცა ცალ-ცალკე მოვლენა, თუ ეს არის სისტემა, რომელიც ებრძვის ადამიანს, რომელსაც შეუძლია, რომ ხმამაღლა გამოხატოს ეს აზრი. და იბადება ახლა მეორე კითხვა, ჩვენ მოქალაქეებმა უნდა დავსვათ შეკითხვა, რომ რას ვაკეთებ მე იმისთვის, რომ ადამიანი მომწონს თუ არ მომწონს, ადამიანი მისი აზრი მომწონს თუ არ მომწონს, მისი აქტივობა მომწონს თუ არ მომწონს, თუ კი
ამ ადამიანს სისტემას ჯის. სისტემას ჯის აზრისთვის, აზრის გამოხატვისთვის. ამიტომ თუ ამ შეკითხვებს ჩვენ დავუსვამთ თავს და აღმოვაჩენთ, რომ აღმოჩნდა, რომ სისტემა არასწორად ექცევა ადამიანს აზრის გამოხატვისთვის, მაშინ ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ? და ჩვენ ერთადერთი რაც შეგვიძლია მინიმუმ გავაკეთოთ, რომ ეს ადამიანი თუ მარტო არ იქნება, მაშინ სისტემა დაინახავს, რომ მე მომეწონს უფრო მეტ ადამიანს ვებრძოლო, ადამიანის აზრის და თავისუფლების გამოხატვისთვის. ამიტომ მე ყველამ დავუსვათ, დღეს გვიყურებს, ჩვენს თავებს შეკითხვას, რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სისტემას ვუთხრათ, რომ არასწორი ხარ, რაც ადამიანს დევნი აზრისთვის და აზრის გამოხატვისთვის. ჩვენ ეს დილემა გვიდგას დღეს, ეს შეკითხვები გვაქვს გასაცემი, ამ შეკითხვებზე პასუხი გვაქვს გასაცემი და მე აღმოჩნდება რაც გავაკეთე. და როგორ გავაკეთე. ელისომ ინტერვიუს დასაწყისში მითხრა, რომ ის არის თითქმის ყოველ დღე გადის აქციაზე, ერთ-ერთი ორგანიზატორია, ხო? მეორე სხვა არასამთავრობო ორგანიზაცია კიდევ ფოთში შფოთი, საინტერესო სახელით, მათთან ერთად აორგანიზებს ამ საპროტესტო აქციებს და მათ შორის სერიოზული დისკომფორტი შეუქმნა ნაძვის ხის ანთებას და სწორედ ამას მოყვა მერე 23 დეკემბერს მასზე თავდასხმა. ამიტომ კითხვა მდგომარეობს შემდეგში. ის აქციები, გარდა თბილისში მიმდინარე აქციებისა, აქციები იმართება პატარა ქალაქებშიც, დიდ ქალაქებშიც. აი ამ აქციების მნიშვნელობაზე, ამ პროტესტის უწყვეტობაზე მინდა გკითხოთ ჩვენი ევროპული მომავლისათვის. თქვენ როგორც ერთი მოქალაქე ამ შემთხვევაში, როგორ უყურებთ? მე ამას ვუყურებ, როგორც უაღრესად მნიშვნელოვან რამეს და უაღრესად თითქმის უპრეცედენტოს ჩვენი უახლესი ისტორიისა. ეხლა იბადება აზრი და უბრუნდება აზრი, რომ საქართველო არ არის მარტო თბილისი, საქართველოს ბედი არწება მარტო რუსთაველის მოედანზე. ამიტომ ყველა ის ადამიანი, რომელიც თავის თავში ძალას პოულობს, რომ გამოვიდეს თავის პატარა ქალაქში, მონახოს თავის თანამოაზრეები, თუნდაც მცირე, თუნდაც ორი ადამიანი თუ სამი ადამიანი, შეძლოს ეს აზრი გამოხატოს. ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება. ეს არის იმის თქმა, რომ ჩვენ პრინციპში ვეკუთვნით იმ მსოფლიოს იმ ნაწილს, სადაც ადამიანი არის ღირებული, ადამიანის აზრი არის ღირებული და ადამიანის აზრის გამოხატვა არის მნიშვნელოვანი. ამიტომ ყველას მოვუწოდოთ, სადაც შეგიძლიათ, თქვენს მეგობართან, თანამოაზრესთან, ნაცნობთან თუ უცნობთან, რომ დადგეთ თუნდაც ძალიან ცოტა ხნით საჯაროდ გამოხატოთ თქვენი აზრი, ჩათვალეთ, რომ თქვენ ხართ თქვენი სამშობლოს ბედში მონაწილე მნიშვნელოვანი ადამიანი. კიდევ ერთ კითხავთ, 28 დეკემბერს 15 საათზე, დღის 3 საათზე იგეგმება ერთობის ჯაჭვი. თქვენ თუ აპირებთ ამ ჯაჭვში მონაწილეობის მიღებას, სად იქნებით, თუ გაქვთ წინასწარ დაგეგმილი, რომელ ქალაქში იქნებით ამ ჯაჭვში? ჯაჭვში მონაწილეობას მივიღებ. აუცილებლად მივიღებ, სადაც ცხოვრობ იქ, ანუ ჩემ ქალაქში, თბილისში და ჯაჭვის ერთ-ერთი ნაწილი არის თბილისის ხიდები და ალბათ ვიქნები მეტეხის ხიდზე. და რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ თითოეული ადამიანი მივიდეს და ჩადგეს ამ ჯაჭვში? მე ვფიქრობ, რომ ის ადამიანი უნდა მივიდეს, ვინც ფიქრობს, რომ ამ ჯაჭვის ნაწილია და არსებობს ასევე სხვა ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ სხვა ჯაჭვის ნაწილია. ჩემი აზრით, დემოკრატია, მრავალფეროვნების სწორედ იმას გულისხმობს, რომ არ არსებობს მაინდა-მაინც სწორი ჯაჭვი და არასწორი ჯაჭვი. თავარია, რომ ჩვენ მოვძებნოთ ის ჯაჭვი, სადაც ვფიქრობთ, რომელსაც ვფიქრობთ, რომ მივეკუთვნებით. ეს იქნება ჩვენი დიდი გამარჯვება. დიდი მადლობა, თქვენი სახელი გვარი კიდევ ერთხელ. მე ვარ ვერა გოგოხია. დიდი მადლობა, ქალბატონო ვერა. ეს იყო ვერა გოგოხია, გადავინაცვლებ თენგოსთან და მასაც კითხავ, ისიც დღეს ჩამოვიდა თბილისიდან ხომ, ფოთში. დავიწყოთ იმ კითხვით, რაც ხვებსაც დავუსვით, თქვენი აქ ჩამოსვლის მიზანზე. ჩვენი აქ ჩამოსვლის მიზანია ელისოს ადამიანის, რომელიც ყოველთვის ამბობდა და დღესაც ამბობს სიმართლეს, მისთვის სოლიდარობის გამოხატვა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ქალაქებსა და სოფლებში ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანი, რომელიც თავის თავში პოულობს ძალას და გამბედაობას, რომ დაუპირისპირდეს რეჟიმს, დაუპირისპირდეს უსამართლობას ღიად და თამამად
მამაცა ისაუბრობს იმ გამოწვევებზე, რა გამოწვევების წინაშეც ჩვენი ქვეყანაა. თუმცა ვარ ძალიან ბევრი ადამიანი, რომლებიც შესაძლოა ასეთი მამაცები არ ვარ, თუმცა ასეთი მამაცი ადამიანებისთვის, ასეთი მამაცი ადამიანების დასაცავად ყველაფერს გავაკეთებთ და ვიზრუნებთ იმაზე, რომ ბევრი ადამიანი იყოს ჩვენს გარშემო, ბევრი ადამიანი იყოს ჩვენ ქვეყანაში, რომლებიც თავის თავში იპოვიან გაბედაობას იმისას, რომ ილაპარაკონ სიმართლე და მიუხედავად საკუთარი ფიზიკური თუნდაც უსაფრთხოებისა არ გაჩვენენ და ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნის პროგრესისთვის, ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის ასეთი ადამიანების ხმა უნდა ისმოდეს და უნდა ისმოდეს ძალიან ხმამაღლა. დღეს თუ ელისოს დააჩუმებენ, ხვალ სხვა ქალაქებში მოახერხებენ აქტივისტების ადამიანების უბრალოდ მედიის, რომლებიც სიმართლეს საუბრობენ, გაჩუმებას და ეს ქვეყანას წაიყვანს სიბნელისკენ და არა წინსვლისკენ და პროგრესისკენ. სწორედ ამიტომ ვარ მე აქ და ვფიქრობ, რომ ვიქნები ყველა იმ დაჩაგრულ ადამიანთან, რომელსაც სიმართლის გამო დასჯის რეჟიმი. ახლა თვალს ვადევნებდი კომენტარებს, სადაც ნაწილი ტროლებიც შემოვიდნენ და ტრადიციული კომენტარებია, რას გიხდიან, რას ლაპარაკობთ და ასე შემდეგ. ხომ შეგიძლიათ აი მცირე კომენტარი გააკეთოთ იმასთან დაკავშირებით, რა მნიშვნელობა აქვს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რა როლს ასრულებენ, შეასრულეს ქვეყნის განვითარებაში თვითონ სათემო ორგანიზაციებმაც, დიდმაც თუ პატარა ორგანიზაციებმაც აი მცირე ექსკურსიით შეიძლება ცოტა გადავუხვიოთ, მაგრამ მნიშვნელოვანია ამ ადამიანების განათლებისთვის. მე უბრალოდ ჩემ გამოცდილებას ვიტყვი სამოქალაქო სექტორთან მუშაობის. სამოქალაქო სექტორში ძირითადად არიან ადამიანები, რომლებიც ვერ ეგუებიან უსამართლობას და ბევრი ტიპის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია არსებობს, რომელიც სხვადასხვა საკითხზე მუშაობს, ზოგი სოციალურ საკითხებზე, ზოგი პოლიტიკურ საკითხებზე, ზოგი გარემოს დაცვის საკითხებზე, მაგრამ ყველა ადამიანის, ვინც ამ სექტორში შემოდის, გამაერთიანებელი არის, რომ ისინი საკუთარი ცხოვრების განმავლობაში აწყდებიან უსამართლობას და მერე იბრძვიან ამ უსამართლობის წინააღმდეგ. რასაც სამოქალაქო საზოგადოება აკეთებს, ეს არის დახმარება და მხარდაჭერა ჩვენი საზოგადოების, რომ ვიყოთ ცოტათი უფრო უკეთესები, წავიდეთ წინ, წავიდეთ განვითარებისკენ და თითოეულმა მოქალაქემ, თითოეულმა ჩვენგანმა ავიღოთ პასუხისმგებლობა ამ ქვეყნის განვითარებაზე, იმიტომ რომ ეს ქვეყანა ჩვენია. მე ვფიქრობ, რომ ის დრო, როდესაც ჩვენ მხოლოდ ვირჩევდით ჩვენს წარმომადგენლებს და მე ისინი იღებდნენ ჩვენს შესახებ გადაწყვეტილებას წარსულს ჩაბარდა და დღეს მოდის დრო ქვეყნებში, სადაც ადამიანებს გვაქვს განვითარების, განათლების ამბიცია, რომ თითოეულ მოქალაქეს აქვს სრული უფლება და შესაძლებლობა იმისა, რომ ჩაერთოს ქვეყნის მართვაში. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ზუსტად ამ შესაძლებლობას თავაზობენ ადამიანებს ქალაქად თუ პატარა სოფლებში, რომ უფრო მეტად ჩაერთონ ამ ქვეყნის მართვაში და პასუხისმგებლობა გაინაწილონ ამ ქვეყანას. იმიტომ რომ ჩვენ ყველანი ერთად ვაშენებთ ამ ქვეყანას და ყველამ ერთად ეს ქვეყანა უნდა წავიყვანოთ ევროპისკენ. და ბოლოს კითხავთ ასევე ერთობის ჯაჭვზე, რომელიც 28 დეკემბერს 3 საათზეა დაგეგმილი მთელი ქვეყნის მასშტაბით. თქვენ სად იქნებით 28-ში, თუ აპირებთ ჯაჭვში მონაწილეობას და იდეა, რა იდეით მიდიხართ ამ ჯაჭვში? აუცილებლად ვაპირებ ჯაჭვში მონაწილეობას, მე ვიქნები თბილისში, ჩემს ქალაქში, საიდანაც მე ვარ და ვფიქრობ, რომ ერთობის ჯაჭვი იქნება ისტორიული მოვლენა, რომელიც არასდროს ამ ქვეყნის ისტორიას არ დაავიწყდება და მე მინდა, რომ იმ ერთობის, რომელზეც ჩვენ ყველანი ძალიან ბევრს ვსაუბრობთ, აი ამ ერთობის გამოხატულება იქნება ეს ჯაჭვი და მე მინდა, რომ მე ვარ რჩები ამ ერთობის ნაწილად და მინდა, რომ ყოველთვის ჩვენს საზოგადოებას ვხედავდე ერთიანს, გაერთიანებულს ამ ქვეყნის წინსვლისთვის და ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. ეს არის ჩემთვის ეს ჯაჭვი. დიდი მადლობა თქვენი სახელით. თემოს უთანშო. მადლობა. ერთი კომენტარი ძალიან მინდა რომ გამოვეხმაურო ამ თემას, რომ რამდენს გიხდიან და რაღაც. აი ძალიან მინდა რომ ამას ვუპასუხო რა, იმიტომ რომ მე მაქვს წითელი დიპლომიც, ვიცი ორი უცხო ენა, თავისუფლად ვსაუბრობ. საზღვარგარეთაც მისწავლია და ისე მშობლების ფულების და ისე არა, ნუ ყველა პროგრამებით და ერთ ადგილზე რომ 10 მოდიოდა ისეთი კონკურსით, რომ ესე ვთქვათ გავსულა ჩემი უსინათლოების მიუხედავად და ამის მიუხედავად მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ესე ვთქვათ პირველი ჯგუფის ბჭარებში შშმ პირები თავისუფლდებით 6000 ლარის ფარგლებში წელიწადის განმავლობაში საშემოსავლო გადასახადისგან.
ანუ 6000 ლარამდე თუ გვაქვს წელიწადში 20%-ს არ ვიხდით, ანუ უკან ვიბრუნებთ და მინდა გითხრათ, რომ აი ამ ყველაფრის მიუხედავად წელს მაგალითად ჩემი შემოსავალი, ანუ არაცდენია ჯამში ამ 6000 და შეიძლება ნაკლებიც იყოს და მთელი ეს დაკვირტული საშემოსავლო და დავიბრუნო. და ასე ხდება წლების განმავლობაში, ანუ უნივერსიტეტი დაახლოებით 7 წლის წინ დავამთავრე. აი ეს არის რეალობა რა და ძალიან მე აი ამ კომენტარს არავისგან არ მივიღებ და იმის მიხედვით რომ ეს ხელისუფლება დღეს 12 წელია მეოთხევა და ვადით აირჩია ახლა საკუთარი თავი, მათ შორის ყველას გადახტა და შიშემოპირებსაც მათ შორის და ის ვერ მოახერხა, რომ ჩვენ ყოფილიყავით მასობრივად დასაქმებულები სხვა ადამიანების, მაგალითად, დასაქმებადობის რაოდენობის პროპორციულად რა, ანუ 160,000 შიშემოპირიდან ერთი მოიკითხონ, რამდენი ყავთ დასაქმებული, ერთი ძალიან მაინტერესებს. და მერე მოკითხონ უცხო ქვეყნის დამფინანსებლებს ჩვენს მოკავშირეებს, იმიტომ რომ ჩემი შემოსავალი მაგალითად მთლიანად არის სწორედ აი ამ სხვადასხვა ჩვენი მოკავშირე ქვეყნების პროექტებიდან გამომდინარე. აი ეს იცოდეს ყველამ და მოიკითხოს კარგად. და ძალიან ბევრს მუშაობთ და შრომობთ იმისთვის, რომ სხვა შიშიმოპირთა უფლებები იყოს დაცული კონკრეტულად თქვენ შემთხვევაში, რაც ვიცი. და ზრუნავთ შიშიმოპირთა უფლებების დაცვაზე და განვითარებაზე. გამარჯობა. მოგესალმებით. გამარჯობათ. იგივე კითხვას დაგისვამთ. დღეს ჩამოხვედით ლიმინაში. რა იყო თქვენი მოტივი, აი როცა გაიგეთ ელისოს ამბავი, რა იფიქრეთ იმ მომენტში და მე როგორ დააორგანიზეთ აქ ჩამოსვლა? მოკეთ მე ვარ გვანცა, ცხეთის მუნიციპალიტეტიდან, სოფელ მუხრანიდან. პირველ რიგში რომ ვნახე ეს კადრები, რაც ელისოს ქონდა ჯერ პირდაპირ ეთერში გადაღებული და შემდეგ რაც გაიგო, რა ზიანიც მიაყენა. თავიდან ცოტა არ იყო შემცვა. იქიდან გამომდინარე, რომ რაღაცა მე ვიბრძენი უხერხულად იმ ქალბატონის ადგილას თავი, რომელიც რაღაცა შეხედავდი, თითქოს სახედაკარგული იყო, მიუხედავად თავისი ასაკისა, ძალიან აგრესიულად თქვათ იქცეოდა. და მე თან მანივრაზდები ამ ყველაფერს, როდესაც ხედავ, ამას რო არ ქონდეს რაღაცა უფრო მაღალ ეშელონებში მწვანე შუქი ანთებული, რა თქმა უნდა, ამას რიგითი მოქალაქე ვერ გავედავ და თან მით უმეტეს მე გაიგო, რომ იყო ქართული ოცნების ესეთი აქტიური მხარდამჭერი აქტივისტი და მათი მგონი საარჩევნო შტაბის წევრი და მოკლედ ეს მამაკაცებისგან უკვე მიშოური ვართ, ესეც უცნაურობაა, რომ თითქოს ეს ჩვეულებრივი ამბავი არის საქართველოში ამ პერიოდში, მაგრამ განსაკუთრებით გასაკვირი იყო ქალბატონისგან. და თან მით უმეტეს ის ტერმინებსაც გამოიყენებდა, რომ ამას დახურავდა ამ სივრცეს, იყო გარყვნების ბუდე და გარყვნების ბუდეს ეგენი ეძახიან ხოლმე როგორც წესი, როდესაც ახალგაზრდები და კრიტიკულად მოწონილი ადამიანები თავიანთ მოსაზრებას გამოთქვამენ ისე ღიად და საჭადრად. და რა თქმა უნდა, მე გამომდინარე იქიდან რომ ვცხოვრობ სოფელში და იქაც მოკლედ რეგიონში როგორც ყველგან ისე ჭრის მოკლედ აქტივიზმი და რაღაც პრობლემებზე საუბარი ისე რომ თავი უსაფრთხოდ იქცნო, შესაბამისად ბუნებრივია გამოჩნდა ემპათიის გრძნობა და სურვილი რომ დამეხსიერებიან ჩემი მხარდაჭერა. და მოკლედ ელისო როგორც ვიცით ეს ძალიან სასაცილო და ისეთი კომიკური სიტუაცია ხოლმე რომ ყველა რეჟიმის პირობებში არის ყოველთვის გამოჩნდება ხოლმე იგივე ადამიანი რომ რაღაცა ერთ რეჟიმს ებრძვა და მე ის რო დასრულდება მე ახლა адმინისტრაციებს სხვა რეჟიმი ხოლმე და მე ისინი უპირისპირდებიან ესეთ ადამიანებს და ისიც მოკლედ ტრაგიკულია ფაქტიურად ალბათ უფრო მეტად ის რომ ის ადამიანები რომლებიც წინა რეჟიმის დროს ჩუმად იყვნენ და კომფორტულად, ეხლაც ამავე რეჟიმის დროს კომფორტულად არიან და ვინც იბრძოდა და თავისუფლებას ითხოვდა და ხმამაღლა საუბრობდა, ეხლაც ისინი არიან დაჩაგვრები, ერთ-ერთი არის ესეთი ელისო და მოკლედ ჩვენი მე გამოდის რომ უფრო სამოქალაქო აქტივიზმში აღმოჩნდი, იმიტომ სოფელში პრობლემებზე საუბრობ და მოკლედ რაღაცა ისე ვიბრძენი რომ ჩვენზე იყო ეს თავდასხმა
აქტიურ მოქალაქეებს და თქვენს მცხეთაში თუ არის ხოლმე საპროტესტო აქციები, აქვე გითხავთ და ჯაჭვით ვიგეგმება 20 ჯაჭვში ჩართვა ან თქვენ გასაკვირვებლად. მოკლედ ეს აქციები რო დაიწყო აქტიურად მცხეთაშიც გაკეთდა და საკმაოდ ბევრი ადამიანი გამოვიდა, იმიტომ რომ მცხეთაში როგორც წესი ესე აქტიური არ არის მცხეთა, კი არის პირველი დედაქალაქი საქართველოში, მაგრამ რაღაცა მგონია რომ ისე ისტორიაში ჩარჩენილად ან დარჩენილად გრძნობს ხოლმე მცხეთა, მაგრამ ეს ისეთი მოკლედ მოვლენებთან გვაქვს საქმე, რომ შეუძლებელია თუნდაც პატარა იქნება თუ დიდი ქალაქი, რომ იქ რაღაცა ხმა არ გაჟღერდეს მოსახლეობის, ერთ-ერთი იყო მცხეთაც და ძალიან ბევრი ადამიანი გამოვიდა. რაც შეეხება ცოცხალ ჯაჭვს, გეგმება, მოკლედ მცხეთაში პირველი სკოლის პირდაპირ გეგმავთ 28-ში 3 საათზე ჯაჭვს და რა თქმა უნდა მეც ჩემი სოფლიდან დავიძრები და მცხეთას შევედი. რომელი სოფელია თქვენი? მე მუხრანიდან. მუხრანიდან. და აი რატომ უნდა ჩადგეს აი ეს ადამიანები, ვინც ახლა გიყურებენ, ან შეიძლება არ გვეთანხმებოდნენ, ან რაღაც ტროლი იყოს, მაგრამ ისიც ხო ამ ქვეყნის მოქალაქეა. რატომ უნდა ჩადგეს ამ ჯაჭვში და რა არის ამ ჯაჭვის იდეა? ერთობის ჯაჭვია, ხო? მოკლედ მე მგონია ხოლმე რომ სანამ რაღაცა დავიწყებთ რომ ყველამ რაღაც უნდა გავაკეთოთ და სხვებს მოუწოდოთ რაღაცა ერთიანობისგან, მგონია ხოლმე რომ ესეთი თუნდაც პერფორმანსები ან რაღაცა კონკრეტული ქმედებები თითო ცალკე აღებული ინდივიდსაც ხოლმე შესაძლებლობას რომ თავისი მოკლედ სინდისი დაიმშვიდეს და მე მგონია რომ ეხლა თუნდაც ნებისმიერ ქალაქში იქნება აქ ფოთშიც დიდ ქალაქებშიც თითოეული ადამიანის გამოდის ის მოკლედ პირად პასუხისმგებლობას გამოხატავს და არა რაღაცა ჯგუფის მოკლედ იდეის ნაწილად მე ამიხოს თავისას და მგონია რომ ჯაჭვიც იმიტომ უნდა დადგე რომ იქ რო დგები მოკლედ იმ ადამიანების ძალას გრძნობა ვინც ხას გიდებს და მე ასევე უფრო მეტად გეძლევა ხოლმე იმედი უკეთესი მომავლის და თან ესე იგი საკუთარ სინდისსაც იმშვიდებ რომ მე რაღაც ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან მომენტში სწორ მხარეს ვიყავი და მომავალში ამით დარწმუნებული ყველა იამაყებს. დიდი მადლობა. აქ არის ორგანიზაციაში ფოთის წარმომადგენელი. გამარჯობა. გაგვიცანით თქვენი სახელი და გვარით. როგორც თქვით, ნინო მორგოშია, ორგანიზაცია შპოტის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ნინო, თქვენ ელისოს მსგავსად ფოთში მუშაობთ და საკმაოდ აქტიურად, ასე ვთქვათ, ადგილობრივ პრობლემებზე აკეთებთ აქცენტებს. რა პირობებში გიწევთ მუშაობა? მოდი მაგ მოვიყავი, იმიტომ რომ აქ მყოფ ადამიანებსაც ალბათ აინტერესებს, როგორც ჩვენს აუდიტორიას. როგორც თელ საქართველოში ფოთშიც სიტუაცია დაძაბულია და ჩვენც გვიწევს ამ Facebook გვერდზე თუნდაც ამ ტყოლბოტებთან შეჭდება, მაგრამ რამოდენიმე დღეს უკან აი ნაძვისხის აქციიდან რომ დაიწყო ეს ყველაფერი, ამ ყველაფერმა რეალური სახე რომ მიიღო და ეს ადამიანები რეალურად დაგვირპირისპირდნენ სიტყვერი შეურაცხყოფით, ფიზიკურად, 2 დღეს უკან ელისოზე თავდასხმა რაც ვნახეთ, მოკლედ უკვე ძალიან დაძაბულ და რთულ სიტუაციაში გვიწევს მუშაობა, მაგრამ რაც მთავარია, ვიპოვეთ ერთმანეთი და ერთმანეთს ვუმაგრებთ ზოგს განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდიდან, ან იქამდე ვიცნობთ ერთმანეთს, თუმცა წინასაარჩევნო პერიოდმა და აი ამ აქციებმა და იმ რთულმა ვითარებამ, რაც საქართველოში ხდება, კიდევ უფრო მეტად გაგვაერთიანა და ერთად ბრძოლა უფრო საინტერესო და შედეგიანია ჩვენთვის ქალაქში. დღეს ფოთში აი თქვენთან ელისოსთან და პრინციპში თქვენთანაც ჩამოვიდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან ადამიანები სოლიდარობის გამოსახატად. თქვენთვის რას ნიშნავს ეს? მე პირადად რაც ვიგრძენ ჩემს ემოციებს გაგიზიარებთ, ან ელისოც როგორც ამბობს, ძალიან უსუსურად და გაბრაზებულად გრძნობდით თავს გუშინ წინ, მაგრამ გუშინ დილიდან რაც ვნახეთ Facebook გვერდზე და აი ჩვენს ჩატებში, სადაც ორგანიზაციები გაერთიანებულები ვართ, ძალიან დიდი მხარდაჭერა ვიგრძენით და ძალიან ვამბობ ეს დღეები გუშინ და დღეს, რომ არ მეგონა, რომ აი ესე მალე რაღაც ესე ძალიან გამაბედნიერებდა და გამაბედნიერა ზუსტად აი მხარდაჭერამ, რაც ვიგრძენით აქ ჩამოსული ადამიანების მხრიდან. ძალიან დიდი იმედია. აქვე გკითხავთ, ფოთში თუ იგეგმება ერთობის ჯაჭვი 28-ში, სად იქნება და თქვენ თუ აპირებთ მონაწილეობის მიღებას? ფოთში თავიდან
სიმართლეს გეტყვით ყვაყვანობდით, იმიტომ რომ 10-დან 20 კაცამდე ვართ ამ აქციებზე დარჩენილები, ვინც ესე თამამად და უშიშრად ვიბრძვით, მაგრამ ბოლოს მაინც იმედს მაინც ავკარგავთ და ჩვენს დავაანონცეთ და გვაქვს იმედი, რომ მაქსიმალურად გავრცელდება ეს ინფორმაცია, რომ ერთობის ჯაჭვი იგეგმება ფოთშიც და მაქსიმალურად უშიშრად შეხვდებიან ჩვენი თანამოქალაქეები და გამოვლენ, იმიტომ რომ თუნდაც აი ელისის მაგალითზე რო აიღონ, ფიზიკური დაპირისპირებაც კი ვერ აშინებს იმ ადამიანებს, რომლებიც რაღაც იდეისთვის იბრძვიან და ფოთში კიდევ ასე ხშირად ვამბობ, რომ ხშირად მიწევს კარდაკარ სიარული მოსახლეობასთან სხვადასხვა მიზეზების გამო, ამიტომ ვიცი, რომ ძალიან ბევრი ფოთებია გაბრაზებული, ანუ სტატისტიკურად რო ავიღოთ 10 ოჯახიდან 9 ოჯახი რო გაგესაუბრება და გამოგელაპარაკება არის რა თქმა უნდა ევროპული იდეების მომხრე და გმობს ამ არალეგიტიმურ ხელისუფლებას, მაგრამ რატომღაც ქალაქში ვრცელდება ხმა, რომ ერთი თუ დააშინეს მეორესთან მივიდნენ რაღაც სამსახურის დაკარგვით სოციალურის მოხსნით, ხმა ვრცელდება და თვითონაც რაღაც შიშის გრძნობა აქვთ, რომ თუ გამოვიდნენ რაღაც მათ ნათესავებსაც ან მათაც პირადად მიწვდებიან, მაგრამ დიდი იმედი გვაქვს, რომ 28-ში ძლიერად შეხვდებით და ერთობის ჯაჭვით კიდევ გავერთიანდებით ფოთში. ასე რომ 28-ში 3 საათზე აღვაშენებელზე მერიის წინ გელოდებით ყველა გაბრაზებულ ფოთს. დიდი მადლობა, ეს იყო ნინო მორკოშია. ახლა გადავინაცვლოთ რუსოსთან, გამარჯობათ. თქვენ თეთრი წყაროდან ჩამოხვედით, როგორც ვიცი. როცა ნახეთ ელისოზე თავდასხმის კადრები, რა იყო თქვენი რეაქცია პირველი ამას გითხავთ? მე ძალიან დამწყდა გული, რომ რეალურად ელისოს ეს გადახდა თავს, იმიტომ რომ დღეს ყველა აქტივისტი ვართ ანუ ამ საფრთხის და ამ საშიშროების წინაშე, რომ ადამიანები, რომლებიც ბოლომდე ვერ იაზრებენ იმ საქმეს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ან ვიღაცები მართავენ, მათ შეუძლიათ უბრალოდ ესეთი საქციელები ჩაიდინონ და ჩვენთვის რა თქმა უნდა ძალიან შემაწუხებელი იყო ეს ყველაფერი, რაც ვნახე. მე მივწერე ელისოს, მაგრამ მაშინ არ მიპასუხა, ნუ გასაგებია, ხა არ ვცდილობდი რომ მიპასუხებდა მაშინაც, მაგრამ როგორც კი მეგობრებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ აპირებდნენ წამოსვლას, მოკლედ მეგობრებთან ერთად წამოვედი აქ და დღეს მიხარია, რომ აქ ვარ, იმიტომ რომ მე ვუცხადებ მას თანადგომას, მე ვუცხადებ მას სოლიდარობას და მინდა იცოდეს, რომ მარტო არ არის ამ პროცესში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ რეგიონებში ისედაც ჩვენაირი ადამიანების სიმწირეა, ძალიან ცოტანი ვართ, ვინც ვცდილობთ რეალურად რაღაც ცვლილებები მოვახდინოთ და ესეთი ადამიანების არ დანახვა ეს არის ძალიან დიდი უბედურება ჩვენი ქვეყნისთვის რეალურად და მინდა რომ ელისო გრძნობდეს ამ თანადგომას, რომ ჩვენ ნამდვილად ვარსებობთ, მიუხედავად იმ შორი მანძილისა, საიდან წამოვედით, რომ არ არის მარტო და ეს არ არის მარტო დაურეკე და ონლაინ მოვიკითხე, არამედ ადგილზე ფიზიკურადაც ვაგრძნობინოთ ეს ელისოს, რომ მასთან ერთად ვართ დღეს. თეთრი წყაროში რა ხდება, მაგასაც კითხავთ, ანუ როგორი მდგომარეობა განწყობა და იქ რამდენად ცდილობს ადგილობრივი ხელისუფლება ხელი შეუშალოს აქტივისტებს. აქ ფაქტია, რომ რაღაც ჩვენ შემთხვევაში ჩვენ იცით და ბათუმელებს არაერთხელ დაუწერია ჩვენზე, რომ ჩვენ ვიმყოფებოდით მუნიციპალურ შენობაში და უზუფრუქტის ხელშეკრულება მუნიციპალიტეტმა აღარ გაგვიახლა, ამიტომ ჩვენ იმ სივრციდან გამოვედით. ესაც ერთ-ერთი ზეწოლის მექანიზმია მუნიციპალიტეტებისთვის ახლა და სამწუხარო ფაქტი არის ეს, იმიტომ რომ თვითონ მუნიციპალიტეტიც აღიარებს იმას რეალურად, რაც ჩვენ გვაქვს გაკეთებული საზოგადოებისთვის და ახალგაზრდებისთვის და არა მარტო. ესე პირადად ფიზიკურად არავინ არ შემხებია ჯერ, თუმცა ნუ ესაც ჩემთვის ძალიან დიდი დარტყმა იყო და ჩვენი ორგანიზაციის გუნდისთვის, რომ ჩვენ ფაქტურად დღეს ის შენობა დავცალეთ, რომელიც ჩვენი ხელით შევქმნით, მათ შორის მუნიციპალიტეტთან ერთად.
აქ საინტერესოა კიდევ ის, რომ ანუ ესეთი სივრცეები ძალიან მნიშვნელოვანი ის, რასაც ელისო აკეთებს აქ სოციალური საწარმოა, ხო, ეს კაფე და ეს აერთიანებს ადამიანებს, უთმობს სივრცეს თავშეყრისთვის და ასე შემდეგ. ჩვენც გვაქვს ესეთი სოციალური საწარმო შექმნილი და ვიცით, რას ნიშნავს საერთოდ ეს სოციალური საწარმოების შექმნა და ესეთი სივრცეების არსებობა, ესეთ აი როგორც ფოთი არის, როგორც თეთრი წყაროა ესეთი ქალაქებისთვის, ხო? ეხლა განწყობები რა, რომ არიან ადამიანები, ვინც რეალურად ხვდება, რაც ხდება ქვეყანაში, ყველას თავისებური გამოხატვის ფორმა აქვს, ხო, ზოგი აქციებზე არის, ზოგი რაღაც პირად საუბრებით აზიარებს ამას, ზოგი რაღაც გაბრაზებით, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხვდებოდეთ ყველანი, რომ ერთმანეთი არ უნდა დავაზიანოთ ამ პროცესში, ეს ძალიან დამღუპველი იქნება თითოეული ჩვენთაგანისთვის და ამიტომ ისევ და ისევ მე მინდა რომ ყველამ ვინც ახლა მიყურებს ფოთელებს, თეთრი წყაროელებს, ყველას აბსოლუტურად ვინც ვიყურებს, გაიაზრონ, რომ ესეთი სივრცეები არის მნიშვნელოვანი და ესეთი სივრცეები არ უნდა ჩაქრეს. ამიტომ ელისოს დღეს სჭირდება ძალიან დიდი მხარდაჭერა და ელისოს გვერდში ბევრი ადამიანი უნდა დაუდგეს. მადლობა, ეს იყო ლუსო დესტინბეგოვი. ახლა გადავინაცვლებ თეონად იასამიძესთან, რომელიც ბათუმიდან ჩამოვიდა. თეონა, თქვენც გკითხავთ სოლიდარობის მნიშვნელობაზე, მოდი აქედან დავიწყოთ და იმაზე, რატომ არის მნიშვნელოვანი პატარა ქალაქებში მცხოვრებმა ადამიანებმა იცოდნენ, რომ ისინი მარტო არ არიან ბრძოლაში დემოკრატიისათვის და ევროპული მომავლისათვის. მადლობა, თქვენ ძალიან სწორად აღნიშნეთ, ბათუმიდან ჩამოვედი და მით უფრო კონტრასტულია ბათუმის და ფოთის, ესე რომ ვთქვათ, ამ ქალაქების დანახვა და რატომ? იმიტომ რომ ბათუმისგან განსხვავებით ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობის ქალაქი, საპორტო ქალაქი ფოთი, როგორი მივიწყებული და მიტოვებულია. და ესეთ მიტოვებულ და მივიწყებულ ქალაქებში როგორი მნიშვნელოვანია და როგორი აუცილებელია ესეთი აქტიური ადამიანების როლი და როგორი გადამწყვეტია რიგ შემთხვევაში. სწორედ ამიტომ იყო ისო პირველ რიგში ამ თავდასხმის ობიექტი. ეს არ იყო შემთხვევით შერჩეული, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სწორედ ესეთ ქალაქებიდან ცდილობენ გააჩუმონ ხმა და ესეთ ქალაქებში ცდილობენ არ ალაპარაკონ ადამიანები, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ეს ძალიან გადამდებია და როგორც მათ გონიათ, რომ მიივიწყებენ როგორც ქალაქებს და ადამიანებს, ასევე ჩვენც მივივიწყებთ ჩვენს თანამებრძოლებს და თანამეგობრებს, მაგრამ ესე არ ხდება. ჩვენ უფრო მეტად ძლიერები ხვდებით ესეთ დროს და უფრო მეტად გავაძლიერებთ ერთმანეთს, იმიტომ რომ თუ ვინმე გვეგულება, ვინც ებრძვის კორუფციას, ვინც ებრძვის სისტემას, ვინც არის, ასე ვთქვათ, ყველა წინააღმდეგობის წინა ხაზზე, ფოთში ჩვენ გვახსოვს ელისო და ჩვენ გვახსოვს კიდე რამდენიმე, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი ფოთელი და ვიცით რომ ეს არ არის ცოტა ადამიანები, მაგრამ ძალიან ცოტა ბედავს ამას ხმამაღლა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა როცა მართავდა ქვეყანას, მაშინ ელისო იყო ძალიან აქტიური ჟურნალისტი და მუდმივი თავდასხმების სამიზნე. იმიტომ რომ გამოძიებები ჰქონდა, როგორც მახსოვს და ამის გამო დევნიდა წინა ხელისუფლება. ნუ ახლა აღმოჩნდა, რომ დღევანდელი ხელისუფლება უკვე ფიზიკურად უპირისპირდება. პარადოქსი ვართ, იმიტომ რომ ფაქტობრივად ეს ადამიანები წინა ხელისუფლებას ებრძოდნენ და დიდი როლი მიიღეს და შეიტანეს რანცვლებებში, ისევ ისინი არიან წინა ხაზზე და ისინი არიან ყველაზე დიდი თავდასხმის ქვეშ დღესაც. არა უშავს ამასაც გაუძლებთ, ამასაც გადავიტანთ და მინდა უთხრა ყველას ის ფიქრობს, რომ ესე შეგვასუსტებს. ეს ნიშნავს, რომ სისტემა არ შეცვლილა და ჩვენ ზუსტად სისტემას ვებრძვით თანამდებობად. ანუ ჩვენ კი არ შევცვლოთ. ჩვენ ზუსტად პრინციპულად ვაკეთებთ ერთი და იგივე საქმეს, ვამახელთ დანაშაულს, კორუფციულ ფაქტებს და გვინდა რომ ვიცხოვროთ უკეთეს ქვეყანაში და ევროპული მომავალში. და ეს არის ამ ხელისუფლების პრობლემა და არა ჩვენ ვართ მუდმივად სწორ პოზიციაზე და ეს გვაძლიერებს. დიახ, და ბოლოს ყველას ვეკითხები ხოლმე ჯაჭვზე, ვიცი რომ ბათუმში ერთობის ჯაჭვი იგეგმება ბათუმში. პროცესი აქტია. ზოგადად სამოქალაქო
სოლიდარობის და ერთიანობის. თქვენ თუ აპირებთ მონაწილეობას, ვიცი რომ ბათუმის ბულვარშია და ბათუმის ბულვარში ბათუმის ყველა ქუჩა თითქმის ვერტიკალური ქუჩა უერთდება ბულვარს და ყველა ქუჩიდან შეუძლიათ გავიდნენ ბულვარში დადგნენ და საერთო ერთობის ჯაჭვში ჩადგნენ. თქვენ რა მონაკვეთზე აპირებთ გასვლას, თუ გაქვთ დაგეგმილი და თქვენთვის პირადად რატომ მნიშვნელოვანი ამ ჯაჭვში მონაწილეობა? ან ბავშვებს თუ წაიყვანთ? არ ვარ ბავშვებს, მთელი ოჯახი სამეგობრო და სამეზობლოებიც გავალთ ამ ჯაჭვში, იმიტომ რომ ეს არის ძალიან დიდი შინაარსის და მნიშვნელობის მატარებელი ჯაჭვი, მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველამ გავიაზროთ და მიუხედავად ნებისმიერი წინააღმდეგობისა, რაც შეიძლება 28-ში ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს 3 საათზე შეხვდეს, ყველანი ერთიანობის ჯაჭვში ჩავდგეთ. ეს მსგავსი პერფორმანსები და მსგავსი აქტები ძალიან აშინებს და ათვლებინებს კიდევ ერთხელ ჩვენს თავს. მართალია, მათ სხვაგვარი დათვლა იციან, მაგრამ კარგად ხედავენ, რამდენიც ვართ და რამდენდე ვაპირებთ კიდევ ამ ყველაფრის გაგრძელებას. ასე რომ ეს ჯაჭვი თავისი სიმბოლური დატვირთვით იქნება კიდევ ერთხელ ძალიან ხმამაღალი ნათქვამი იმის, რომ ჩვენი გზა არის ევროპული და ჩვენ არ ვაპირებთ შევეგუოთ ამ სისტემას და ზოგადად ამ რეჟიმს. ასე რომ ჩემს თანაქალაქელებს მიმართავ ვისარგებლოთ მაშინ ამ შემთხვევაში ამ ესე ვთქვათ შესაძლებლობით და 3 საათზე ყველანი ბათუმის ბულვარში ერთმანეთს ჩავკიდეთ ხელს და ესე ჩაკიდებული ხელებით მივწვდებით ალბათ კახეთ ძალიან სიმბოლური ალბათ ეს ჯაჭვი გამოგზავნება მთელ საქართველოს. წნორში რა იგეგმება ნანა აქვე გკითხავ? უკიდურეს აღმოსავლეთ შენ წნორში უფრო კეთება ლაგოდეხია უკიდურეს, მაგრამ სავარაუდოდ ჩვენ თელავისა და გურჯაანის ჯაჭვებს შევერთდებით და ეს ჯაჭვი ჩვენთვის იქნება სიმბოლო რამდენად განსხვავებული პროფესიით, განსხვავებული ასაკის, განსხვავებული მისწრაფებების და როგორი ეს სხვადასხვანაირი ადამიანებს შეგვიძლია ჩავკიდოთ ხელი ერთმანეთს, როცა რაღაცა საერთოს, ჩვენ სამშობლოს ჭირდება ჩვენი ერთად დგომა. აქ ამ ჯაჭვში როცა მივალთ, ნამდვილად ამკითხავთ ერთმანეთს, შენ რომელ პარტიას უჭერდი მხარს, შენ არ ვიცი, რომელი ქვეყანა მოწონს, ან ახალდესად იყავით. ხო, ეხლა ჩვენ თავს ამ ჯაჭვში აღვქვათ როგორც მებრძოლებს, ცალკეულ მებრძოლებს, რომლებიც ერთმანეთს ვაძლიერებთ და ვამხნევებთ და ეს ჯაჭვით არის სიმბოლო, იმიტომ რომ თუ ჩავარდა სადღაც ერთი ნაწილი, ეს ჯაჭვი ეგეთი ერთიანი ვეღარ იქნება, ხო? ამიტომ ყველასი როლი, ყველას ხელი და ყველასი ხმა და ყველას ყოფნა ამ პროცესში როგორი მნიშვნელოვანია. მაგრამ ძალიან მომწონს თბილისის ჯაჭვები და თან რაღაცა ან ყველას ვინც თბილისში ცხოვრობს, ყველას იმშურს, იმიტომ რომ სახთან ახლოს აქვთ ჯაჭვები. ამიტომ ხო ეს ჯაჭვი ვინც პრინციპში იდეაში ხო კარგი იქნებოდა ყველა ქალაქში გამართულიყო, მაგრამ აჩვენებს იმას ეს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოება როგორი გასაძლიერებელია ჯერ ისე, მიხედავთ რომ ჩვენ გვგრძნობთ როგორი ძლიერები ვართ, როგორი მებრძოლები ვართ, ხო, რაღაცა დაუღლელებიც კი ამ პროცესში ფაქტობრივად გვაჩვენა ესე ფოთისნაირ და თუნდაც წნორისნაირ პატარა ქალაქებში, ფოთი ბევრად დიდია, მაგრამ მაინც ხო, როგორ გვჭირდება ელისოსნაირი რაღაცა ესეთი ბასრი, ხმალამოღებული ადამიანები, რომლებიც არ ეპუებიან არც ერთ რეჟიმს, ხო? ხო, ამიტომ მოკლედ ელისოს მგონია რომ ბევრი და ლიმენას ბევრი ხელჩამკიდი, გამაძლიერებელი რაც ის ჯაჭვიც ეყოლება ხო აი ამ დიდი ჯაჭვის გარდა ქვეყანაში რაც არსებობს, რაც ნამდვილად შემოესარტყლება ამ სივრცეს, როგორც მისთი განსაკუთრებულ მხარდამჭერთა სივრცე, ხო? პრინციპში მე მინდა გავუსწრო რომ ვარ ხო ცოდნის კაფის თანადამფუძნებელი და ცოდნის კაფეც გააძლიერა ნაწილობრივ მაინც თვითმმართველობის წინააღმდეგობა. ცოდნის კაფე ავაშენეთ მოქალაქეებმა საქართველოში ხო რაღაცა 3000-მდე მოქალაქემ საკუთარი ჯიბის ფულით დადეშენი აგურის კამპანიით ასე ავაშენეთ წნორში საზოგადოებრივი სივრცე, თავშეყრის სივრცე ქართველებმა ხო საბოლოოდ ევროკავშირმაც კი დაგვიჭირა მხარი, მაგრამ ვიტყოდით რომ 300,000 ლარი რაც არც ისე პატარა არ არის ამ ქვეყანაში მოქალაქეებმა ამოვიღეთ საკუთარი ჯიბიდან საერთო იდეისთვის და ეს ზუსტად იმიტომ რომ თავს გვესხმოდა მუდმივად ადგილობრივი თვითმმართველობა და ყველა სივრციდან გამოყარა საიდანაც შეეძლო რომ გამოვეყარეთ.
ხო, ამიტომ ჩვენ რაღაცნაირად უნდა გადახედოთ ისტორიას და უნდა იცოდნენ, რომ ეს წინააღმდეგობა სამოქალაქო საზოგადოებას აძლიერებს. ხო, ამიტომ თუ გაირჯებიათ, ცალკეული ტკივილების მონელება მოგვიწევს, მაგრამ საერთო ჯამში ეს სივრცეები კიდევ უფრო ძლიერები გახდებიან და ამიტომ მოკლედ ეშინოდეთ, მე მგონია, რასაც გეგმავენ, უკუგებით, ანუ ბუმერანგად მგონია, რომ უფრო დაუბრუნდებათ, უფრო სახიფათოდ და ნამდვილად როგორც ვერამ თქვა, ერთ ადამიანთან კი არ მოუწევთ ბრძოლა ელისოსთან, ყველა ჩვენგანთან მოუწევთ ბრძოლა, ხო, ამიტომ ეგ მარტივი საქმე, მართაც იციან და ჩვენც ვიცით, რომ არ არის. დიდი მადლობა და ბოლოს გადავალ ელისოსთან, სადაც ელისო თქვენ მთელ ამ შეხვედრას ესწრებოდა, ანუ უსმენდით ამ მხარდაჭერას და გკითხავთ თქვენთვის რამდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ამ ტიპის სოლიდარობა და რამდენად მოგცათ ძალა იმისთვის, რომ ბრძოლა გააგრძელოთ. ჯერ ამდენი რაღაც ესეთი პოზიტიური მუხტისგან და ამდენი რაღაც შექებისგან ცოტა გავწითდი. დიდი მადლობა. არ ვიცი, მოკლედ ესე იგი გუშინ წინ მოხდა ხო ეს ამბავი და გუში რომ მითხრეს რომ ჩვენ ვაპირებთ ჩამოსვლასო, აი ამას მეწერე რომ არ გინდათ, იმიტომ რომ მე ვიცი რომ ყველა ასე პატარა ქალაქში სოფლში არის საკუთარი ომიანი ხო, ვიბრძვით გადარჩენისთვის აი სამოქალაქო სექტორი, სამოქალაქო საზოგადოება და საერთოდ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების გარეშე არ არსებობს არც დემოკრატია და აი ჩვენ ვართ ეს ბოლო ბასტიონი, რომელსაც ამიტომაც გვებიძვიან ზუსტად და აი ამ მხარდაჭერით ვაძლიერებთ ერთმანეთს და როგორც ნანა თქვა და თქოს ხებმაც რომ აი მხარდაჭერი ისე გვაძლიერებს რომ ვფიქრობ რომ ვერასდროს ვერ დაგვამარცხებელ არ ვართ ჩვენ ადვილად დასამარცხებელი ხალხი, მართლა ძალიან ბევრი გვაქვს გამოვლილი და ზუსტად ვიცით რომ ჩვენ ვართ მართლები. ყველაზე მეტი აი რა სიძლიერე რასაც ამ სოლიდარობასთან ერთად მიჩნევს და მასვეს ეს არის რომ აი უტყუარად 100%-ით ვარ დარწმუნებული რომ ვარ ცამდე მართალი და მინდა რომ ჩემი ქვეყანა იყოს უკეთესი და ამისთვის ვინც აი 52 წლის ვარ და რავი ან მთელი ჩემი ცხოვრება გავიდა აი ბრძოლაში მაგრამ ძალიან იდეური აღმოჩნდი და ძალიან კერკეტი რომ რავი სადღაც დავიღალე და დღესაც რომ მაქვს იმედი რომ კი უნდა ეხა უკვე შვილებისთვის ჩემთვისაც მე რატომაც არა რომელიც მომასწორა კარგი და თავისუფალ და დემოკრატიულ და უსაფრთხო ქვეყანაში სახელმწიფოში ცხოვრობ თუ ქვეყანა კი არა თავის სახელმწიფო ინსტიტუციების ძლიერი თავის დაცულობით რომ ჩემი სიბერ უკვე გარანტირებული რომ არ ვიყო რა ვიცი ისე როგორც დღეს აი და რა ვიცი აი გასაცოდავებული რო არის მოხუცები და ხვალინდები დღის მეშინიათ და მართლა შეიძლება უი და ჩაის მეტი მართლა არ გქონდეთ აი ესე დღეში არის და მე ძალიან მოწყობილები არიან ამიტომაც არის რომ ყველა ხელისუფლება მათ ვერ იყენებს საკუთარი ხმებად მხოლოდ საჭირო საარჩევნო აი ესე შევაწყობა რო არ მიაყენო თუნდაც აი მოხუც და მარტო ხმად ვერ გამოიყენო აი ესე ქვეყანაში არის სახელმწიფო ცხოვრება და ამას ვაკეთებ და მე კიდე ვიბრძვი ჩვენ ყველა მე მარტო არ არის და ჩემს იმდენი ლაპარაკი ჩვენ ყველა და ყველა ძალიან დიდი მადლობა რომ თქვენს რეგიონებში და თქვენს ქალაქებში და თემებში ამისთვის იბრძვით რომ არა მარტო ჩვენი შვილებისთვის ჩვენთვის მათი შვილებისთვისაც ვიბრძვით აი ეგ მინდა რომ ძალიან კარგად გაიგო თუნდაც ის ბიზნესმენი ვიღაც ხო დღეს აქვს ძალიან ბევრი პული შუს ასწავლის ძალიან მაგარ სკოლაში და აქვს ძალიან მაგარი მანქანა აქვს ძალიან მაგარი ტელეფონი ხო და თითქოს კარგად ცხოვრობს მაგრამ სინამდვილეში რაც ყველაზე მთავარია ცაკლია ქვეყანაში ეს არის თავისუფლება ხო და ჩვენ მათი შვილების თავისუფლებისთვისაც იმიტომ რომ ის მატერიალური რაღაც რაც მათ აქვს მატერიალური საგნები ასე ვთქვათ და ძვირადღირებული აბსოლუტურად არ ნიშნავს იმათ რომ ამ ბავშვებს ისიკეთები აქვს რაც მათ უნდა ქონდეთ თავისუფალ სახელმწიფოში რაც აქვს განვითარებულ სახელმწიფოს და განვითარებულ დემოკრატიას ამისთვისაც ვიბრძვი და ნუ გვებძვიან ესენი ნუ ანუ ძალიან აი მათ ძალიან კარგად იციან მოგეთქვა ამის შესახებ უბრალოდ
აი დღევანდელი კეთილდღეობის გამოგწირავენ და მათ ძალიან კარგად იცოდნენ ჩვენ არანაირი აგენტი, არანაირი სახელმწიფოსთვის საშიში ადამიანები არ ვარ პირიქით. მე თუ ნაციონალების პერიოდში არ ნიშატისა ედუარდის დროს თუ კარგი ვიყავი და თუ მაშინ მართლაც ვამბობდი ხო ჩემში არაფერი არ შეცვალა როგორც წერა უთქვი იგივენაირად რომ ხედავ სისტემურ დანაშაულებს და ხარვეზებს და იგივეს ვლაპარაკობ დაფიქრე რომ ესე იგი მანდარი რაღაც პრობლემა და აი ამის გამოსწორებაზე ხო შეიძლება რომ პირიქით აქეთ გამოვყო გაგვიჯერონ, რაღაც გაითვალისწინონ, ეგ არის დემოკრატიის პრინციპი, თორე ხალხის ტრად გამოცხადება ეს იყო 37 წლის ისა ხო დამახასიათებელი და უსხატავდნენ ხალხის ტრადს და მიუსადნენ და დაგეშავდნენ. ეგეთი დაგეშილი ხალი იყო ხო ეს. ცოტა ძალიან შემეცოდა მე უშიმავდი ჯერ იმდენი ამძღვა და სწავლდა რომ კი იმ წუთი ძალიან გაფრაზებულს ვიყავი უსუსურობის გარეთ რომ ვერაფერს ვერ აკეთებ რა და კიდე შევაწყობილი იმიტომ რომ ამდენი წელი ამ ხალხში ვიცხოვრობ გონია რომ რაღაც კარგი საქმე ამდენი ვაკეთე ამდენი ადამიანის უფლება დამიცავს ანუ ძალიან ბევრი ისეთი პროექტი განხორციელებია რომ მადლობას არავისგან არ ველი მაგრამ გონია რომ იცი საზოგადოებამ და არ უნდა მოექცეს ასე, აი უბრალოდ არ უნდა მოექცეს არავინ. როგორ გამიბერე, როგორ იკადრა, აი მას ყველას მახსოვ სასწრაფო რომ მოვიდა, ისეთი ის ვიყავი სულ კანკალებდი, იმიტომ რომ არ ვყოფ ჯერ ერთი ეხლა წერა უყვებოდი ჩემს კოლეგებს რომ მიშას პერიოდში 9 საათში 2012 წელს დასრულდა მისი რეჟიმი 9 საათში ვრი შევხვდი რა მის წინააღმდეგ პროკურატურაში და პოლიციაში მქონდა შეტანილი, ზეწოლა მქარა შანტაჟი, რა ვიცი, ყველაფერზე, იმოდენა ზეწოლა მქონდა, მაგრამ აი ასეთი ეს რაც იყო ახლა, მე კი არ ვთვლი რომ ის ქალი ვიღაც გამლელი კი არა სპეციალურად მოგზაურული იყო და ვიღაც ქალმა კი არ დამარტყა, მე ამ რეჟიმმა დამარტყა, სისტემამ დამარტყა, ბიძინა ივანიშვილმა დამარტყა, ვინც დღეს აი გადაწყვეტილებს იღებს სამწუხაროდ ვინ ჩვენ დღეს წარმოგვიდგენთ სამწუხაროდ, იმიტომ ჩვენ ვიცით რომ ისინი არ აგვიჩვენონ, მაგრამ მე იმად გამცემეს დღეს. მე იმ რეჟიმმა დამარტყა და მინდა რომ ვერ ვიცი ზუსტად ვიწვნია ის რაც ის განცდა მქონდა რაც იქ რუსთაველზე ვინც ცემეს იმ ადამიანებმა თურმე რა განიცარეს ეს შევაწყობა აღემატება და ეს განცდა აღემატება ფიზიკურ ტკივილს, იმ ტკივილს, რომელსაც მე წამებში გონება დამაკარგული. ეს იმდენად დიდი ტკივილი იყო, თმის სკაუტი ამოგლეჯა. რომ აი რამდენიმე ცხენის ძალა ჭირდება, საერთოდ ეს საერთოდ თმა მოაცილა ესეთი ძალა ჭირდება და ეს გააკეთა ამ ხალხმა ეგრეს, ხო? მაგრამ იმაზე მეტად ტკიოდა ის შეურაცხყოფა, რაც მე იქ გამიცანე. და ეს იყო, არ ვიცი, ზუსტად იცი, რომ შენ უკეთესობისთვის იცი და ვიღაც მოდის და გეუბნება, რომ იცი რა შენ რუსეთი რატო არ გინდა და ამიტომ გცემს. ანუ რუსი ცემს საკუთარით არამოქალაქის ხელით. როგორ ფიქრობთ, ეს იყო ორგანიზებული ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან, იმიტომ რომ მათ ხელი შეუშალეთ ნაძვის ხის ზეიმის მოწყობაში, იყო საპოლიციო ძალების მხრიდან, თუ აი რა ეჭვები გაქვთ, ან თუ გინდათ ამ ეჭვებზე საუბარი საერთოდ? კი, რატომაც არა, მე ამას გავაკეთე კი ეს განცხადება, რომ რა თქმა უნდა უკავშირები თუნდაც ძალების მოწამვლის თემას უკავშირებ. ეს იყო, მე ველოდი კიდეც. მე ვფიქრობდი, რომ ინგლისი, აი რუსის მონა, განსაკუთრებით რამაც ისინი გააღიზიან. იმიტომ რომ ეს ჩვენმა დეპუტატებმა ხარი დაუჭირა რუსულ კანონს, უბრალოდ დღესაც გიტრიალებენ, რომ რატოა რუსული. აი იმიტოა რუსული, რომ აი ჩვენ დღეს მივიდეთ რუსული ტიპის მმართველობა და რუსეთის ხელქვეითი მმართველობა. თუნდაც ამით დადასტურდა ის მარტში, რაც ამად გააკეთეს. ანუ არ ვიცი ახლა ძალიან მარტივად ვთქვა და იქ კიდე რამდენი ცუდი რაღაც მოხდა ის რომ გაწყდა ცივილიზებულ სახელმწიფოებთან გაგვიწყვეტეს ურთიერთობა და არჩევნების გაყალბება და გამოიწვიეს კიდე სხვა თემა ეგეც უცხოური მმართველობა.
და ქუჩაში დაგვიწყდეს ომური. აი მეტი როგორ უნდა დამტკიცდეს, რომ ეს იყო რუსული კანონი. ეს იყო სტიგმატიზაცია ჩვენი ტიპის ადამიანების, რომლებიც მართლა მუდმივად და თანმიმდევრულად აპროტესტებენ იმ სახელმწიფოში არსებული დანაშაულებს თუ ხარვეზებს, რომელიც წესით დემოკრატიულ სახელმწიფოს არ უნდა ახასიათოს. და ამისთვის მივწვით და ეს გვინდა ხო? მთელი ცხოვრება ამისთვის მიმიწვია და რა თქმა უნდა, ამა გააღიზიანა ისინი და იმ წუთას იყო ისეთი ზიზღი მოდიოდა, რომ მე ვხვდა, ანუ ველოდი რაღაცა მოხდებოდა, მაგრამ აი ამ ქალის სახით თუ ამას გააკეთებდნენ და დარწმუნებული ვარ, სახელს და გვარებს არ ვიტყვი, მაგრამ ის ქალი წარმოადგენს, ის ქალი არის ამათი სახე. უბრალოდ ესენი ვერ მოდიან ხო და ვერ მეტყავენ და ვერ მეუბნებიან, რომ ეხლა დაგახურიე ბაქაურობის, მაგრამ ეს მესიჯი იყო ხელისუფლების მხრიდან და კიდე ერთ დავამატებ, რომ მე ამ ქალაქში ამდენი წელი საქმიანი ხო, ვარ ჟურნალისტი, აქტივისტი, სამთავრობო ორგანიზაცია, ძალიან ბევრი კარგი პროექტი გამიხორციელებულია, ვიცნობ. ერთს მაინც დაეგმო და ეთქვა, რომ თუნდაც მაგრამით გმობ ძალადობას, მაგრამ ანუ არც ერთს აი ესეთი გოგმები და პოლიტიკოსი მიწიფრები არიან, რომ ისიც კი აი ზედაპირულად რა განცხადება მაინც დაედოთ, რომ ის რაღაც მოხდა, ხო? მათი საარჩევნო შტაბის წარმომადგენელმა მცემა მომივარდა არსებობს ჩანაწერი. ეხლა დღეს კიდე ერთის გამოქვეყნებას გეგმობ, იმიტომ მანამდე უბრალოდ არ მქონდა დრო, რომ ამომეღო ის ჩვენი შენობის კამერის და ეხლა დღეს და რაც დავდა ისიც საკმარისი იყო. ხო, ნახა რომ მოვიდა და თავს დაგვესხა. ის იყო თავდასხმა, გამიზნული. და არც ერთს არ დაიწყო. პასუხისმგებლობაში თუ არის ვინმე მისცემული და გამოძიება დაწყებული 136 მუხლით, ნოის ძალადობას ცემას გულისხმობს და ციტყვე ფიზიკურ შემაწყობას და ნახოთ, მე ექსპერტიზაც ვიყავი დღეს და დადასტურებული ჩემზე განხორციელებული ფიზიკური ზიანი. მე ვფიქრობ, რომ კერძო საჩივრთაც წავიდე, არ ვიცი, ვიფიქრებ ვიღირს თუ არა დროის და რესურსის ხარჯვა ამ ყველაფერზე, მით უმეტეს, როცა დამოუკიდებელი სასამართლო არ არის. ამის შემდეგ და ბოლოს კითხავთ 28 დეკემბერს და 15 საათზე დაგეგმილია ერთობის ჯაჭვი, ფოთშიც როგორც შფოთის წარმომადგენელმა მითხრა, ფოთშიც იგეგმება, თქვენ თუ აპირებთ მონაწილეობას და თქვენი გზავნილი რა იქნება, როცა ამ ერთობის ჯაჭვში ჩადგებით? არ ვიცი, ეს ისეთი თემაა, რომ აი მოწოდებაც კი მსხვენია. მე კი არ უნდა მოუწოდება, აი გამოდით ფოთელებო დავდგეთ. აი რომ ხარ გაბრაზებული შეურწყობილი თუ თვლი რომ ხმაცა გართვეს და თუ თვლი რომ შეშუს მომავალი წაართვეს და ეს ასეა. ხო და თუ ანალიზებს ზოგადად თუ ხარ მოქალაქე, რომელიც არის მინიმალურად აზროვნებს და უნდა რომ საკუთარ შვილს მომავალი არ წაართვას. და მარტო იმაზე არ ფიქრობს, რომ რაღაც გაძვის ხესთან გამოიყვანოს და რაღაც ეს დარე რაღაც კონცერტი აჩვენოს, ხო? და სამომავლოდ თუ უნდა მართლა იცხოვროს მომავალ სახელმწიფოში, უნდა გამოვიდეს და ჩადგეს ამ ჯაჭვში. ჩვენ გავდივართ და ჩვენ ვამბობთ, რომ აი შფოთთან ერთად და რამდენიმე 20-30 ადამიანი, რომელიც მივდივართ, ვამბობთ, რომ და ხოლმე ეხლა ვთქვით, რომ ჩვენ ფოთელების სინდისი ეხლა ნამუს წვრეთმეს ვიძახი, იმიტომ რომ არ ვიცი რა, თუმცა არ გამოდიან. კი, ბევრი ფიქრობს ისე, უნდა ევროპული მომავალი და როგორც ჩვენ, არიან ჩვენი თანამოაზრეები, მაგრამ ვინც ეხლა არ გამოდის, მაინც ვფიქრობ, რომ მაინც და მაინც ბოლომდე კიდე არაა დარწმუნებული რა პროცესებიც ამდენად სასიცოცხლო მნიშვნელობისა ახლა ამიტომ ვამსჯობს რომ ვაფიქრე თუ უნდა მართლა რომ ნორმალური ქვეყანაში აცხოვროს საკუთარი შვილები და თვითონაც იცხოვრა ჯობს ეხლა გაუწიოთ წინააღმდეგობა აი ხელისუფლებას და დაუბრუნდეთ იმ რეალობაში და იმ საკონსტიტუციო ჩარჩოში რაშიც აქამდე ვიყავით და გავაგრძელოთ ჩვენი ევროპული მომავალი. დიდი მადლობა, ეს იყო ელისო ჯანაშია. ჩვენ ვიმყოფებოდით კაფე ლიმენაში, აქ დაგემშვიდობებით და მოვლენათა განვითარების შესახებ თქვენ შეგეძლებათ ნახოთ